აი ახლა ბოლოს ვიტყვი ერთ რაღაცას და всё მე დავასრულებ. თქვენთვის ხო უფრო თქვენ ჭირდებათ ხმები, რა თქმა უნდა, და თქვენ ჭირდებათ ადამიანები, ვის თქვენ დაგიჭერთ ხარ და ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა და ჩემნაირი იცით რამდენია. ჩემი მეგობრები, ძალიან ბევრი ხალხი. რომ აი ამას არ პროპაგანდას რო არ აკეთებდეთ, ხო? ზოდეს ვაკეთეთ სადნახეთ ჩემი პროპაგანდა. ხმა ხო მაინც არ მომეცით ხმა. ვიძახი რომ რატო მიიღეს ეს კანონი და არ იქა ნარკოტიკები და არ იქა პლანი და არ უყვას ეს ხა. ხო და მე ანუ მე მკითხეთ, აბა მე რა თმინდა ისეთი ადამიანის ხარდაჭერა, რომელსაც არაფერი არ ესმის. აი რა თმინდა მასეთი ადამიანის ხარდაჭერა, გინდა ყოფილა, გინდა არ ყოფილა. მაგის იმედად ხო ვერაფერს ვერ გავაკეთებ. იმ ადამიანებს არაფერი არ ესმის. როგორ შეიძლება რამე გესმოდეთ, როდესაც კაც ბუჩქის გამო იჭერენ, მაგაზე ხმა რა მოიღო მეუბნები და თან რამე გესმოდეს, როგორ შეიძლება უბრალოდ? არ ვიცი, მე მგონია მაგ ბუჩქს. არა, არაფერი არ გესმით მართლა, დედასპიცა ვარ. როგორ შეიძლება რამე გესმოდეთ და კაცის დაჭერა ბუჩქის გამო ითხოვდეთ? თქვენზე კი არ ვიძახი კაცო, ნებისმიერ ადამიანზე. გასაგებია. კაი, მაშინ ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. არა, ვერასდროს ღმერთთან უშემათანხმოს თქვენთან. ღმერთთან უშემათანხმოს იმ ადამიანთან, რომელიც ბოროტმოქმედია თავისი შინაარსით, უბრალოდ ჯერ ეს არ იცის. udanašaulu ადამიანის ციხეში ჩასმა უნდა. მე შინია თქვენი გესმით, ყველაფერს ვაკეთებ, რომ თქვენ არ მომიახლოვდეთ. ჯალათები ხართ, ჩვეულებრივ კვლელები ხართ, ოღონდ ეს არ გესმით. და შორს შემგან კვლელები. როგორ შეიძლება უბრალოდ, ანუ ადამიანი, აი ამას რაც თქვენ ახლა თქვით, ამ არაადამიანურობას, ანტიადამიანურობას, ახალგაზრდა კაცი, საღიაზრის სახედით ლაპარაკობდეთ და აქეთ მეუბნებოდეთ, რომ იცი რა ხარდაჭერას მამადლე არ მინდა თქვენი ხარდაჭერა. ანუ არასდროს თქვენაირი ხალხის იმედად მე არ მიმოძრავია. ქუჩაში პირიქით თქვენაირი ხალხი რომ ხდებოდა გვერდზე ვიწეოდი. მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მე შინია ჯალათების, არაადამიანების, რომელსაც udanašaulu ადამიანის წამება ევასებად, ბოროტება, იცით რა სნიშნავს? აი რა შეიძლება იყოს მისი განმარტება. როდესაც გევასებათ ადამიანის წვალება უმიზეზოდ. აი როცა არ გაქვთ არგუმენტი, როცა ადამიანს აქ ვიღაცამ შვილი მოგიკლა, ხარ შურიზიებით ზნობით ანთებული. კაც კლავ, არ ხარ შენ ბოროტი. ანუ ვიღაცამ ადამიანის შვილი მოგიკლა, შური იძია, შურის ძიება შეიძლება ეს კარგი არ იყოს, ამის ბავშვებს ამას არ უნდა ვასწავლიდეთ, სხვა რამესნობას შეიძლება, მაგრამ ძალიან გასაგები გზნობაა. და მე ამ ადამიანს რომ მოკლა კაცი შურიზიების მოტივით ბოროტად არ მივიჩნევ. ესმით? ვიღაც ადამიანი, რომელმაც გაქურდა, ან დააყაჩაღა, ან რავი, ძარცვა უნდოდა და შემოაკვდა. დანაშაულია კრიმინალისა და ბოროტი არ არის, ესმით, რომ მიზეზი ქონდა. რაღაც სხვა მიზეზი ქონდა, ცუდი შეიძლება, მაგრამ მიზეზი ქონდა და udanašaulu ადამიანს მიზეზიც რო არა გაქვს. არაფერი რო არ დაუშავებია, აბსტრაქტული ადამიანი ბუჩქს ზის რაღაცას ეწევა, რაღაცა შვება. გინდა რომ ციხეში აღმოჩნდეს. და პოლიტიკოს ეუბნები რომ შენ თუ იტყვი რომ ეს ციხეში არ აღმოჩნდეს, ხმას არ მოგცემო, ასე აშანტაჟებ. 6 წლით udanašaulu ადამიანს რომ ციხეში გასაჟნავად იმეტებ. ბოროტი ხარ, აბა რა ხარ? არაფერში არ ჩათვალე რომ შენ არც უნდა მისმინო, მე შენნაირებს ვებძვი. მწხვენია შენნაირი რომ ჩემი მეგობარი იყოს. შეხება არ მინდა შენთან რომ მეთანხმები რაღაცაში საქმეს ვიფუჭებ. არ დამეთანხმო, ჯობია რომ ჩემ წინააღმდეგი იყო. არ შეიძლება შერიგება ბოროტებასთან. თუ ბოროტებას შეურიგდები და ბოროტება არის udanašaulu ადამიანის უმიზეზო წვალება, მაშინ რავი, აი რა მორალზე მელაპარაკები, რა ღირსებაზე. მე ხო სხვა ადამიანი ვიქნები, ბოროტებას რომ ხარს ვუჭერდე. როგორ არ გესმით რომ მე თუ მოვითხოვ udanašaulu ადამიანის ციხეში ჩასმას, ჩათვალოთ ჩემი ყველა თეორია, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვავითარებდი, რასაც ამდენი ხანი საზოგადოებას ველაპარაკები, წყალში ვარდება, იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილი გამოდის მაშინ.